აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი დასრულდა. წარმატებულ ზაფხულზე საუბრობენ როგორც სასტუმროების მენეჯერები, ისე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რომლის ინფორმაციითაც წინა წელთან შედარებით სხვადასხვა ქვეყნიდან იმატა საერთაშორისო ვიზიტებმაც. თუმცა სეზონის შედეგებით უკმაყოფილოა ოპოზიცია. მათი განცხადებით, სტატისტიკის მატება ძირითადად რუსეთიდან შემოსული ტურისტების ხარჯზე მოხდა, რომლებმაც ტურისტულ სექტორში სხვადასხვა მიმართულებით ადგილობრივების ადგილი დაიკავეს და თავად მასპინძლობენ საკუთარი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს. მერაბ წულუკიძე და ედნა კოჩალიძე დედალებით. ბათუმში კიდევ ერთი ხალხმრავალი ზაფხული დასრულდა. საზღვაო ტურისტული სეზონი იწურება. ოფიციალური სტატისტიკის პარალელურად სეზონის დასახასიათებლად ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მარტივი გზა სასტუმროების მონაცემების ანალიზია. გასული ზაფხულით კმაყოფილები არიან როგორც შედარებით მცირე, ასევე საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მენეჯერები. გასულ წელს შევადა, რომ წლევანდელი სეზონი უკეთესი იყო, უფრო მეტი იყო დატვირთულობა ვიდრე შარშან. ევროპის წარმომადგენლები, ისეთ ქვეყნები როგორიც მაგალითად გერმანია, პორტუგალია, პოლონეთი, სხვაები, ასევე ნიდერლანდებიდან მყავდნენ სტუმრები. სეზონი ახლა გრძელდება. აი ჯერ კიდევ სექტემბრის თვის მეორე ნახევრამდე აქტიური სეზონი მიმდინარეობს, ისევ დატვირთულ რეჟიმში მუშაობს სასტუმრო და შეიძლება ითქვას, რომ საერთო ჯამში დაახლოებით 90-95% იყო სეზონური დატვირთულობა. ვიზიტორების სიმრავლეს სეზონზე არ უჩივიან უმაღლესი კლასის ძვირადღირებული სასტუმროებიც. უმრავლესობამ 100%-იანი დატვირთვით იმუშავა. საზაფხულო სეზონი ერთმნიშვნელოვნად დატვირთული და წარმატებული იყო. თითქოს ივნისის თვეში არ იგრძნობოდა სტუმრების სიმრავლე, თუმცა ივლისსა და აგვისტოში სასტუმრო მაქსიმალურად დაიტვირთა და ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ტრადიციული ქვეყნების პარალელურად წელს ვიზიტორების რაოდენობა განსაკუთრებით შუა აზიიდან გაიზარდა. ასევე ბევრი სტუმარი ყავს ისრაელიდან. ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით წელს აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა 1,900,000-ს გადააჭარბა. გასულ წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტები 10%-ით არის გაზრდილი. მონაცემებსა და სეზონის შედეგებს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩი ამბობს, რომ სტატისტიკა ძირითადად რუსეთიდან შემოსული ტურისტების ხარჯზე იზრდება. მათი შემოდინება კი ტურისტულ სექტორში დაკავებულ ადგილობრივ მეწარმეებზე დადებითად ვერ აისახება, რადგან რუსეთის მოქალაქეებმა შექმნეს საკუთარი პარალელური სივრცე საკუთარი სასტუმროებით, კვების ობიექტებით, ტურისტული სააგენტოებით, გიდებით და თავადვე მასპინძლობენ საკუთარი ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებსაც. ტურიზმის დეპარტამენტი როცა საუბრობს წარმატებულ სეზონზე, ეს არ შეიძლება შევაფასოთ მარტო რიცხვებით, გამომდინარე იქედან, რომ ტურიზმი არ არის მხოლოდ რიცხვები და შემოსავალი, გასავალით არ შეიძლება ეს ყველაფერი შევაფასოთ. აქ არის მთავარი კონტექსტი, საიდან მოხდა ეს ყველაფერი, სამწუხაროდ დღეს ბათუმი იქცა ქალაქად, სადაც მთავარი ტურისტული და საყრდენი ამ ქალაქისთვის და რეგიონისთვის არიან რუსეთის მოქალაქეები, ადამიანები, რომლებმაც ცალკე ეკონომიკური დამოუკიდებელი ეკონომიკური შრეები შექმნეს და ფაქტობრივად ოკუპაცია ეკონომიკური, ხო, ეს რეგიონის ფაქტობრივად ფული ტრიალებს და მხოლოდ მათი სფეროებში ხდება ამ ფულის მიმოსვლა. ოპოზიციის სკეპტიციზმს არიზიარებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. უწყების შეფასებით ტურისტული სეზონი იყო წარმატებული და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა. ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და არა მარტო რუსეთიდან, არამედ გერმანიიდან, პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და შუა აზიიდან. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობაც, რომელიც მარტო ბათუმის აეროპორტში 38%-ით არის გაზრდილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად ბაზრების დივერსიფიკაცია, ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ მიმართულებით, 25 ქვეყანაში მიმდინარეობს მარკეტინგული აქტივობები და უნდა ითქვას, რომ საქართველოში ზოგადად ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია ყველა მიმართულებიდან. თქვენ იცით, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მასპინძლობს 25-ზე მეტი მიმართულებას ევროპული ქვეყნების, ასევე უნდა ითქვას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოს თითქმის ყველა მიმართულებიდან არის რეისები, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აყავს თავისი სამიზნე ჯგუფები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ჩვენ მუშაობთ ისეთ ტურისტულ მიმართულებებზე და გაზრდილია ვიზიტები ისეთი მიმართულებებიდან, როგორც არის მაგალითად ისრაელი, საიდანაც პირდაპირ რეისები გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე გაზრდილია ვიზიტების რაოდენობა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ასევე პირდაპირ რეისები გვაქვს. საზღვაო სეზონის შემდეგ კი მზადება ზამთრის სეზონისთვის იწყება. ტურიზმი წელიწადის 4-ვე დროს აჭარაში პრიორიტეტად რჩება.